მშვიდობის დღეს 17 აპრილია, ოთხშაბათი, თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც, რომელსაც დღეს გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღვებით. ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მშვიდობისაც ვირფასო ტელემოყურებლებო, მოგესალმებით მეც და მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ. თუ ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები დღეს და რა თემებზე ისაუბრებენ ისინი ამას ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი საეკლესიო კალენდარს შეგახსენებთ. დღეს საქართველოს 60 ქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია მოიხსენიებს ღირს იოსებ მგალობელს, ასევე ღირს გიორგი მდუმარეს და ღირს ზოსიმე მონაზონს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 17 აპრილს ასევე იხსენიებს წმინდა ქალწულ მოწამე ფერბუთას, ჩვენ წმინდანების შემწეობასთან მფარველობას გისურვებთ. და მე და გიორგი ერთად მოგახსენებთ თუ რას ნახავთ და მოისმენთ უახლოესი საათნახევრის განმავლობაში. სიამოვნებით, თქვენთან შესახვედრად ემზადება და სულ რამდენიმე წუთში უკვე სტუდიაში შემოგზანდება კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ჩვენ მასთან ერთად კვირის მიმდინარე მოვლენებს შევეხებით და არაერთ საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, მაგალითად როგორიც არის ტრაგედია, რომელმაც შეიძლება ითქვას თითოეული ჩვენგანი და მთელი მსოფლიო შეძრა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ტრაგედია შევეხებით, ასევე ინციდენტს 9 აპრილის მემორიალთან, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს საპატრიარქოში, თურქეთში მცხოვრები ქართველების მიერ გამართულ კონცერტს რუსთაველის თეატრში და სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მიახლოვდება 12 მაისი, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილვდომილობის დღესასწაული. ასევე ამ დღეს 12 მაისს საზეიმოდ გაიხსნება მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სტუდიაში ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ, ჩვენი სტუმრები კი იქნებიან ისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი და ასევე პროფესორი საზოგადოება ივერიისას ქტიტორთა სათათბიროს წევრი ეკა კვაჭანდირაძე. იწყება ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში, რომელსაც ქართული უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრი მზიური ერთობლივად ახორციელებს. ჩვენ ამ პროგრამირების კონკურსის შესახებ უფრო ვრცლად გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. შემოგვიერთდებიან კობა გელაშვილი, რომელიც გახლავთ ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი და მზიურის დირექტორის მოადგილე ამირან მეტრეველი. მსახიობ მურმან ჯინორია სულ ცოტა ხნის წინ თეატრალური საზოგადოებისაგან კოტე მახარაძის სახელობის პრემია გადაეცა. ბატონი მურმანი დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება და მის შემოქმედებაზე ვისაუბრებთ. ესეთი იქნება დღევანდელი გადაცემა. ვფიქრობ საინტერესო, გირჩევთ რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად. ახლა ტრადიციულად ვნახოთ ვიდეო რგოლი, რომელიც არის შემეცნებითი ხასიათის და დაგვეხმარება სწორად მეტყველებაში, ასევე შეგვახსენებს სხვადასხვა სიტყვის წარმოშობის ისტორიას. დროებით. ნერვებზე თამაში. ჯერ კიდევ უძველეს დროში, როცა სწავლულმა ექიმებმა ადამიანის ნერვული სისტემა აღმოაჩინეს, ნერვული ქსოვილი მუსიკალური ინსტრუმენტის სიმებს შეადარეს. სიმები ლათინურადაც ასე გამოითქმის: ნერვუს. სიმი ხან მოშვებულია, ხანაც დაჭიმული, ხან უბრალოდ მოშლილი. პასუხი. სიტყვის მიღება. ეს სიტყვა სპარსულიდან მოდის, ძველი ქართული ძეგლებიდან. ის პირველად აბოთფილელის წამებაში გამოჩნდა. ამბოხი. ეს სიტყვა ფალაურ ენაში ბრბოს ნიშნავს. ქართულ ენაში ამბოხი ბრბოს, ხალხის მღელვარებას გამოხატავს. იჯდნენ. მცდარია, სწორია, ისხდნენ. ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. იპოვნა. მცდარია, სწორია, იპოვა. ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. დაფორვარდება ბარბარიზმი. ქართულია გადაგზავნა. დაიცავი სახელმწიფო ენა. დათაგვა ბარბარიზმი.
ქართულია მონიშნა. დაიცავი სახელმწიფო ენა. როგორ შორსაც არ უნდა გავიხედოთ, ჩვენ ვერ პოულობთ წინააღმდეგობას რელიგიასა და მეცნიერებას შორის. პირიქით, ფუნდამენტურ საკითხებშია საუკეთესო თანხმედრა. მაქს პლანკი, გერმანელი ფიზიკოსი, ნობელიანტი, კვანტური ფიზიკის ფუძემდებელი. ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ. პირველ ტიპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორედ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამედ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან. ბლეს პასკალი, ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი. გრძელდება გადაცემა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ხართ და მადლობას გადაგიხდით ამისათვის. ამბობთ წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, როგორც დაგხვდით, შემოგვიერთდა წმინდა ექვთიმე კაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. როგორც ყოველ ოთხშაბათს ჩვენ მასთან ერთად კვირის მიმდინარე მოვლენებს მიმოვიხილავთ. დაგლოცეთ მამა ანდრია, როგორ ხართ? დაგლოცოთ მართლა დილამშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა რომ გვესტუმრეთ. არაერთ საკითხს შევეხებით ამ დროის განმავლობაში, თუმცა რამდენიმე წუთის როდესაც მივესალმეთ ჩვენ ტელემაყურებელს, თქვით რომ საფრანგეთში მომხდარი ტრაგედია, რომელიც ეხება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, ალბათ არ მოიძებნება ადამიანი თანამედროვე სამყაროში, ვისაც არ შეეხო ეს და ბუნებრივია ჩვენზეც ამან იმოქმედა. მისმა უწმინდესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რომის პაპ ფრანცისკეს წერილი გაუგზავნა, რომელსაც თქვენის ნებართვით მე წავიკითხავ, ვისაც არ აქვს თქვათ ინფორმაცია და შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე. მის უწმინდესობას რომის პაპ ფრანცისკეს თქვენო უწმინდესობაო, გამოვთქვამთ ჩვენს გულის ტკივილს და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება. შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული. ილია მეორე, ლოცვასა შინა თქვენი მომხსენებელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, წერილი 16 აპრილით თარიღდება. ნამდვილად შეძრა მსოფლიო ამ საშინაო ტრაგედია. ძიმესაყურებელი იყო ნამდვილად ეს კადრები. ძალიან დასანანი არის, რომ ესეთი კულტურული ძეგლი, ესეთი ისტორიის მქონე ის მე-12 საუკუნიდან მე-14 საუკუნემდე შენდებოდა და ძალიან მნიშვნელოვან მას ფასეულობას წარმოადგენდა, არა მხოლოდ ფრანგებისთვის, ეს მსოფლიო მნიშვნელობის იყო. ძალიან ნიშანდობლივია, რამდენად უფრთხილდებოდნენ ისინი აი ამ თავის საგანძურს. მასში დაცული სიწმინდეები ყველა გადაარჩინეს. ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა მთლიანად აღმოჩნდა ამ სიტუაციაში საფრთხის ქვეშ და როგორც ჩანს სამსახურები არის ძალიან მაღალ დონეზე მომზადებული, თვითონ თადარიგიც აი ამ სიწმინდების დაცვისა არის გათვალისწინებული და გადაარჩინეს ეს. დიდი სოლიდარობა გამოიჩინა ხალხმა, ჩვენ ნახეთ რომ აი ამ ხანძრის დროს იქ შეკრებილი ხალხი ლოცულობდა, გალობდა და ციფრებს ასახელებენ, რომ უკვე მეორე დღე არის და დაახლოებით 700 მილიონამდე დოლარის მობილიზება შეძლეს
საქველმოქმედო ესეთი შემოწირულობებით იმისათვის რომ აღდგეს ეს ტაძარი კი არ აღდგება მალე ალბათ მაგრამ აღდგება რაც მთავარია ანუ დრო დაჭირდება რა თქმა უნდა ეს ფასეულობა მისი სიძველე იყო თუმცა ის აღდგენას ალბათ შეძლებენ მნიშვნელოვანია რომ ის რელიკვიები და სიწმინდეები რომელიც ძალიან დიდი საშიშროება იყო ხო რომ სიწმინდეები დაიკარგებოდნენ. სხვათა შორის ამბობდნენ ხალხში იყო ასეთი აზრი რომ ასეთი დიდი ხანძრის დროს რატომ არ ჩართეს ავიაცია ხანძრის ჩაქრობის დროს და პასუხი გაეცა ამ შეკითხვას სწორედ იმიტომ რომ უფრთხილდებოდნენ იმ სიწმინდეებს რომელიც იყო ტაძარში და ვთქვათ არ მოხდარიყო მათი განადგურება ეს ხო როგორც აღნიშნა ძალიან ადეკვატურად იმუშავოს. მამანდრია გადავიდეთ უკვე იმ მოვლენებზე, მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელიც უკვე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით განვითარდა და რაც ეხება საქართველოს ეკლესიას. ერთ-ერთი ესეთი ფაქტი რუსთავიორზე ტელეკომპანია რუსთავიორის ეთერში მოხდა ინციდენტი, გააშარჟეს ღვთისმსახურება. შეიძლება ითქვას ერთ-ერთ გადაცემაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ არხზე ხდება სიწმინდეების შეურაცხყოფა, წმინდანების შეურაცხყოფა და ამ შემთხვევაში უკვე ღვთისმსახურების გაშარჟება მოხდა. რას გვეტყვით, აი თქვენი კომენტარი საინტერესო არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გარკვეული ხარვეზი არის კანონმდებლობისა, რომ ასეთი შეურაცხყოფები მეორდება კვლავ და არის ყოველგვარი პასუხისგების გარეშე დარჩენილი და ჩვენ ალბათ სანამ საკანონმდებლო ცვლილება არ იქნება კვლავ გაგრძელდება ეს განმეორდება დრო და დრო აქ საჭიროა ხაზი გაესვას რომ თვითონ ეკლესია საუკუნეების მანძილზე ძალიან ბევრი განსაცდელის წინაშე ყოფილა, ბევრი დაცინის წინაშეც ყოფილა, დევნის წინაშეც ყოფილა, მაგრამ მისთვის გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმისათვის, რომ თავისი ძირითადი ფუნქცია აღასრულოს, რომ ადამიანი ღმერთთან შეახვედროს და ღვთის სიტყვის ქადაგება შეძლოს. თუმცა სამოქალაქო სიმშვიდის თვალსაზრისით ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას, იმიტომ რომ ალბათ გამოჩნდებიან ემოციური ადამიანები, რომლებსაც ამაზე ექნებათ რეაქცია და ჩვენ გვახსოვს რუსთავიორთან არაერთი მომხდარი ინციდენტი, შემდგომ ცდელობა იყო ყოველთვის რომ ეს როგორღაც დაეკავშირებინათ ეკლესიისათვის ამ ბნელძალებთან რაღაცა ფაშისტურ შეძახილების ფონზე ბევრი აქცია ცადეს რომ ეკლესიასთან დაეკავშირებინათ და ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელი არის რომ კვლავ გამეორდება იგივე სცენარი ეს აპრობირებული არის უკვე რუსთავიორის მხრიდან რაღაცა როდესაც პროვოკაციული ქმედება და როდესაც ხო რაღაც სიმშვიდე ჩამოვარდება მეტნაკლები ეკლესიის გარშემო საპატრიარქოს გარშემო მოხდება ასეთი ინციდენტი, პროვოცირება ამ ემოციებზე გათვლილი, რომ ვიღაცა მივარდეს იქ, რაღაცა ინციდენტი მოხდეს და შემდგომში როგორც ადრე ხდებოდა, ითქვას, რომ თითქოს საპატრიარქომ ან ეკლესიამ წააქეზა ეს ხალხი. მოკლედ აი ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ აი ამას, თუმცა რამდენი შემთხვევა არის და ალბათ დაფიქრება სჭირდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში მოღვაწე ადამიანებს რომ ეს უნდა როგორღაც დარეგულირდეს რომ სამოქალაქო მშვიდობას არ ემუქრებოდეს საფრთხე ამგვარი პროვოკაციებისგან. ანუ ეს არის უკვე აპრობირებული მეთოდი, რამდენჯერაც ეს ადამიანები ესე გააშარჟებენ სიწმინდეებს, იმდენჯერ ჩვენ საზოგადოებაში მოიძებნება რაღაცა კატეგორია ხალხის, რომელიც ამაზე უპასუხებს, შეიძლება აგრესიულადაც და ესეთი გათვლა არის, უკვე იოლი გათვლა არის მათი მხრიდან, რომ თუნდაც საკუთარ თავზე გამოიწვიონ აგრესია და რომ მერე წარმოაჩინონ როგორი დაჩაგრულები არიან, ამ მეთოდს მიმართავენ დრო და დრო ხოლმე. თუ ამ საკითხზე ამოწურეთ თქვენი მოსაზრების გამოთქმა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს ვფიქრობ, თუნდაც შევეხოთ, თქვენს ბუნებრივი აქ სმენიათ ამის შესახებ,
9 აპრილის ინციდენტი, კონკრეტულად რას გულისხმობ? სოციალურ ქსელში, ზოგადად აი საზოგადოების დიდ ნაწილში გამოითქვა უარყოფითი აზრი და კრიტიკა მასთან დაკავშირებით, ნახეთ კადრები, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უკაცრავად და ქვეყნის პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიდიოდნენ მემორიალთან, ისმის კადრებში ქალბატონის ხმამაღალი ძახილი და ამაზე არ მოახდინეს რეაგირება. ნუ პრეზიდენტის მისამართითაც იყო კრიტიკა, მაგრამ მისი უწმინდესობის მისამართითაც, რომ ნუ თუ ვერ გაიგეს ამ ქალბატონის სახელი, რა იქნებოდა, რომ თქვა შეჩერებულიყვნენ და მოესმინათ მისთვის. აი რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ეს ქალბატონი მეორე დღესვე მოვიწვიეთ საპატრიარქოში, მანამდეც არაერთხელ არის საპატრიარქოში ნამყოფი და მიღებული აქვს არაერთხელ დახმარება საპატრიარქოსგან, ეს არის ქალბატონი ლამზირა ქორიძე და იქ ცდილობდა აეხსნა თავისი ეს ქმედება თუ რატომ ასეთი სახით რატო გამოხატა, იმიტომ რომ მას საპატრიარქოსთან ურთიერთობის არაერთი გამოცდილება აქვს, ეხმარებოდა მუდმივად საპატრიარქოს, თუმცა რით ახსნა ეს? გაირკვა, რომ მე არ დავლაპარაკებია, რომ უბრალოდ ვიცი, რომ იქ იყო საპატრიარქოში და ამბობდა, რომ მზად იყო მოსულიყო თქვენთანაც ტელევიზიაში, სხვაგანაც დამჯდარიყო და აეხსნა ეს, თუმცა რაღაცა ესე არ ჩავთვალეთ საჭირო, რომ მაინდა-მაინც ახლა ეს თავის მართლების დიდი საჭიროება იყო და ამიტომ როგორც გაირკვა ამ ქალბატონს რაღაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩამოქცევის გამო რაღაცა თანხა ეკარგება იქ და მოკლედ ეს არის მისი ბოლო აი ამ ინციდენტის მიზეზი რა. საერთოდ მინდა შევეხო იმ აგრესიას, იმ ფონს, რაც საზოგადოებაში დამკვიდრდა და მათ შორის დიდი როლი აქვს მედიას, კერძოდ რუსთავი ორსაც თავისი ცინიკური დამოკიდებულებით და იქ 9 აპრილის მემორიალთან კიდევ ერთი მცირე ინციდენტი მინდა გავიხსენო, რომელიც შეუმჩნეველი დარჩა. მე მქონდა სია გარდაცვლილების, უნდა გადამეწოდებინა ეს სია პატრიარქისთვის, წინ იყო პატრიარქი და ხელიდან ხელში გადავაწოდე სია, აღმოჩნდა რომ იქ ჰქონდათ სია და დაცვამ უკან მიმბრუნა ეს და ჩემს ზურგს უკან ატყდა ამბავი, რომ პატრიარქს დაუმალეს წერილი, რომელიც გადასცა მოქალაქემ და მთელი აჟიოტაჟი ატყდა, რომ ესე იგი დაცვა თითქოს უმალავს პატრიარქს რაღაცა წერილს. ეს განწყობები, რომ რაღაც პატრიარქს შეიძლება რაღაცა დაუმალონ და მასთან რაღაცა არ მივიდეს გადაგზავნილი, შექმნილი არის აი ამ მტრულად განწყობილი მედიის მიერ. ზოგადად ცინიზმის შესახებ შეიძლება ითქვას რამდენიმე სიტყვა, რას ნიშნავს ეს ცინიზმი, როდესაც ადამიანი აშარჟებს რაღაცა ფასეულობას. რეალურად ცინიზმი ვის იმის სამართით უცნაურია, ვისაც პატრიარქის გულისხმერების შესახებ სმენი არამედ თუ თავის თავზე არ გამოუცდია, ეს უცნაურია, ის არა თუ ნებისმიერ მოქალაქეზე თქვა წუხს და ზრუნავს და მართლაც გულთან მიაქვს გასაჭირი და სიხარული ნებისმიერ მოქალაქისა. მათ მიმართაც ვინც კრიტიკულად შეიძლება იყოს განწყობილი მის მიმართ, როგორ იღებს, როგორ ესაუბრება მათ და სრულიად ზოგადად შეცვლილები გამოდიან. ცინიზმს არ აქვს არჩევითი რაღაცა ობიექტი. და არის საზღვარი ალბათ. ცინიზმი შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ფასეულობას და ამას ფსიქოლოგიური ახსნა აქვს. თვითონ მოვლენა ადამიანის განწყობაში ცინიზმისა ყოფილა რაღაცა თავდაცვითი რეფლექსია მისთვის რაღაც შეუძლებელ მოვლენაზე, რომ ვერ გადალახა რაღაცა, თავს იცავს იმით, რომ თითქოს აკნინებს მას და როდესაც ეკლესიაზე არის ლაპარაკი და რაღაც ფასეულობაზეა ლაპარაკი, აი ამ ფასეულობაში ცხოვრებისაგან თავისუფლდება თითქოს ესეთი განწყობა, როდესაც დაცინის და აკნინებს ამ ფასეულობას. ამიტომ
ნებისმიერი მაღალი სულიერი ფასეულობა შესაძლებელი არის გახდეს აი ამ ცინიზმის ობიექტი, რადგანაც ეს რასაც დაცინიან, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მართლა დასაცინია, არამედ ეს არის შეხედულება იმ ადამიანისა, რომელსაც არ შეუძლია ამ ფასეულობის მიღება და რაღაცნაირად ამართლებს თავის მდგომარეობას, რომ და როდესაც ეკლესიას ეხება ეს და საეკლესიო ფასეულობებს ეხება. ეს არის შეშინებული ადამიანის პოზიცია, რომელსაც ეშინია არათუ ღმერთის ან ადამიანის, რომელიც ეკლესიურ ფასეულობას ქადაგებს, არამედ ეშინია, რომ მასში შიგნით არ შეაღწიოს საფრთხო ნათელმა, რომელიც ნათელს მოფენს მის სულიერ მდგომარეობას, რაც გამოიწვევს მასში გარკვეულ ტკივილს, სინანულთან დაკავშირებულ ტკივილს და აი ამას გაურბის. თუმცა ქრისტიანი ადამიანისათვის საპირისპირო განწყობაა საჭირო, რომ არასოდეს არ უნდა გაურბოდეს ტკივილს, არ უნდა ეძებდეს რაღაცა კომფორტს, მასზე მოწეუნული ყოველი ცილის წამება იქნება თუ რაიმე განსაცდელი, ლოცვით უნდა ხდებოდეს შეხვედრა ამ განსაცდელებთან, რადგანაც განსაცდელიც ღვთისგან არის და ერთგვარი დაცვა არის საკუთარი სულიერი მდგომარეობისა, ეს ლოცვა, რომ განკითხვაში და ცინიზმში არ ჩავარდეს და ეს არის ქრისტიანის ცხოვრება, რომელიც ლოცვით და ღმერთთან ერთობით საკუთარ სულიერ მდგომარეობას იცავს, რომ იმ ნიაღვარისაგან, რაც მოდის ცინიზმისა, თვითონაც იმ ნიაღვარს არ შეერიოს და არ შემოაღწიოს აი ამ განწყობებმა მის სულიერ მდგომარეობაში. მამანდრე, ასევე მინდა გკითხოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სტუმრობაზე საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილიამ მეორეს შეხვდა ბატონი ბიძინა და მან განაცხადა, რომ დააფინანსებს სრულად სამების საპატრიარქო ტაძრის მოხატვას. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ თავის დროზე სამების საპატრიარქო ტაძრის მშენებლობა ფინანსურ მხარდაჭერას რაც ეხება, დიდწილად იყო დაკავშირებული ბატონ ბიძინასთან. აქედან გამომდინარე, არც ის არის ალბათ გასაკვირი, რომ ამ შემთხვევაში მან გადაწყვიტა დააფინანსოს უკვე მოხატვაც. თუმცა ამ სტუმრობას მოყვა ორაზროვანი გამოხმაურება, შეიძლება ითქვას, როგორც მედია სივრცეში, ასევე სოციალურ მედიაში. მე არ გეკითხებით, ბუნებრივია პოლიტიკურ კონტექსტზე ამ შეხვედრის და გამოხმაურებებს გულისხმობ ამ შემთხვევაშიც. ზოგადად მოვლენაზე მინდა გკითხოთ, რა მასშტაბის მოვლენა არის ის, რომ მოიხატება სამების საპატრიარქო ტაძარი. ძალიან მასშტაბური სამუშაოები არის იქ. ჩასატარებელი, ტექნიკურად გასამართი არის ეს ხარაჩოები, რომელიც სპეციალურ ტექნოლოგიებს საჭიროებს, ინტენსიური მუშაობის შემთხვევაშიც რამდენიმე წელი დაჭირდება მოხატვას. თვითონ ამ ხატრობაშიც ნაწილი არის მოზაიკა და არის ძალიან ძვირადღირებული სამუშაოები შესასრულებელი, ამიტომ თუ არა ასეთი დახმარება შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება და ამიტომ მთელი ეკლესია მადლიერია ბატონი ბიძინასი აი ამ გადადგმული ნაბიჯის გამო. თუმცა მოყვა ამას რაღაცა გარკვეული ვარაუდები გამოითქვა ხმამაღლა და გვიწევს ყოველ ჯერზე ხოლმე განმარტება, რომ რაც ითქვა განცხადებაში და რაც რეალურად გაცხადდა, მხოლოდ ეს იყო შინაარსი აი ამ შეხვედრისა და იმის იქით ყველაფერი არის სპეკულაციები. კიდევ ერთხელ გავრცელდა რაღაცა ვარაუდები, რომ თითქოს იქ საუბარი იყო დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე და ვადასტურებ, რომ არ ყოფილა ამაზე საუბარი. არც ის მოლოდინები, რომელიც თითქოს საავდგომოდ იგეგმება რაღაცა არ არის არაფერზე დაყრდნობილი, იმიტომ რომ ვერ იგეგმება, იმიტომ რომ მათ იციან ამ ხარემ იცის, რომ როგორღაც თვითონ უნდა გახსნან ის კვანძი, რომელიც მათ შექმნეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შექმნეს ასეთი კავშირი, რომ დეკანოზი გიორგის გამართლება
და შეწყალების შუამდგომლობა პირდაპირ ნიშნავს აი ამ ვერსიით, რაც მათ შექმნეს, პირდაპირ უკავშირდება იმ ბრალდებებს, რომელიც მათ წამოუყენეს საპატრიარქოს და ამიტომ თვითონ უნდა მოუარონ ამას. Როგორღაც უნდა ახსნან, რატომ იყო ეს ბრალდებები საპატრიარქოსთან დაკავშირებული და რატომ აღმოჩნდა მეორე მხარე მათ ვერსიაში, რატომ აღმოჩნდა მეორე მხარედ საპატრიარქო. ამას როცა მოუვლიან, მაშინ შესაძლებელი იქნება ალბათ ამაზე საუბარი. მამანდრია ახლოვდება 9 საათიანი ლოცვის დრო, ჩვენ რამდენიმე საკითხი კიდევ დაგვრჩა განსახილველი და ვთხოვთ რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად. და გავაგრძელებთ ლოცვის შემდეგ უკვე საუბარი. მანამდე მე ვფიქრობ ალბათ მოვასწრებთ, დაახლოებით 2 წუთამდე გვჩება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, პროექტ ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან, რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა მათ კონცერტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო სხვა სტუმრებთან ერთად. რა სიტყვით ამ მოვლენის შესახებ? 40-მდე სტუმარი იყო, თუ არ ვცდები, ინეგოლიდან. ძალიან სასიხარულო სანახავი იყო მათი საპატრიარქოში ვიზიტს დავესწარი მე. ძალიან სასიხარულო სანახავი იყო, რომ ამდენი ხნის წასული ხალხი თუ იქ ცხოვრები ხალხი, იმ გარემოში მცხოვრები ხალხი საკმაოდ კარგად ლაპარაკობენ ქართულად, ცეკვავენ და უფრთხილდებიან აი რაც ფოლკლორს. ენასთან ერთად სხვა ბევრი რამაც შეინარჩუნეს. საოცარია და სიყვარული მათი საქართველოსადმი დამოკიდებულება აი ამ საუნჯისადმი რაც მათ აქვს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ რომ ეს მათი აქ ვიზიტის ორგანიზატორი იყო ფონდი ქართული გალობა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და კონსერვატორია. და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი ყოველ წელს ეს ანსამბლი და ეს ხალხი ეწვევიან საქართველოს და ეს კიდევ ერთი ხიდი გაიმება ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს შორის. მამანდრია დავბრუნდეთ ჩვენ ლოცვის შემდეგ და განვაგრძელოთ საუბარი. შევახსენებთ მაყურებელს, რომ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. ერთად მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და შემდეგ უკვე დავბრუნდებით განვაგრძელებთ საუბარს. დროებით. ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა
რამე თუ ეს არა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხო რომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამ მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საყვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვიერთდით და გვიყურებთ. ჩვენთან ერთად ბრძანდება კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯახმაიძე. მამა ანდრია, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დაგლოცოთ. დაგლოცოთ. მადლობა რომ დარჩით ჩვენთან ერთად ლოცვის შემდგომად. ჩვენ ვაგრძელებთ იმ აქტუალურ მოვლენებზე, რომელიც ჩვენს ეკლესიას უკავშირდება მიმდინარე კვირის განმავლობაში და არა მხოლოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში, არამედ მარად აქტუალური თემა არის გარკვეული ჯგუფების მხრიდან, იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს ეკლესიას, საპატრიარქოს, იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ საპატრიარქოში არის ფუფუნება, სიმდიდრე, სასულიერო პირები დადიან ჯიპებით, ძვირადღირებული მანქანებით და ასე შემდეგ, რომ არ არის გამჭვირვალე ის ფინანსები და ის თანხა, რაც ერიცხება სახელმწიფოსგან საპატრიარქოს, თუმცა ამაზე ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ, რომ ეს პრინციპში ტყუილია, იმიტომ რომ გამჭვირვალეა და ადამიანებს აქვთ წვდომა ამასთან დაკავშირებით. აი, რას გვეტყვით? თქვენი კომენტარი საინტერესო არის, რა პასუხს გაცემთ ამ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად აპელირებენ ამ საკითხზე? ჯერ მიმაჩნია, რომ ძალიან
რაღაცა დაბიური დამოკიდებულება არის სხვისი ქონების თვალიერება და იმისი შეფასება მუდმივად მღვდელს რა ყავს რითი დადეს თუ დააშავა და რაღაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მის მიერ მოპოვებული ქონება მაშინ შესაძლებელი არის ამისი მიყოლა ესეთ კანონით და გამოიკლიონ და მიიყვნენ თუ ვინმე რომე დააშავა მე მაგალითად როდესაც დიაკვანი გავხდი 3 მანქანა მყავდა რა გავაკეთოთ ახლა მე მგლობაში აღარ მყავდა საერთოდ არც ერთი მანქანა არ არის ეს დაკავშირებული იმასთან რომ ცუდად იქცევა მღვდელი თუ მას ყავს რაღაც თუმცა რა თქმა უნდა ახლა გარკვეული რაღაც ჩარჩო არსებობს იქ და შესაძლოა როგორც ყველა სხვა უწყებაში აქაც გასათვალისწინებელი იყოს ეს რომ მიუხედავად იმისა რომ გაქვს საშუალება არ არის აუცილებელი რომ ყველაზე ძვირად ღირებული მანქანებითია რომ მით უმეტეს მაშინ როდესაც ქვეყანაში ესეთი გაჭირვების ფონია თუმცა მეორე მხრივ ესე კვალში ჩადგომა და ესე სხვის ჯიბეში ყურებაც არ არის მაინდა-მაინც რაღაცა მაღალ მოწოდებაზე დგომა საპატრიარქოს და მღვდლებს დიახაც ჭირდებათ მანქანები ზოგ შემთხვევაში დიახაც ჭირდებათ ჯიპები მაღალი გამოვლობის რა თქმა უნდა ჭირდებათ ეს ბევრ შემთხვევაში ლაპარაკი იყო საპატრიარქოში რაღაცა დიდრულ ლავერს დიახაც საჭიროა ისეთი გარემო იქ სადაც სტუმრებს მიიღებ და არიან ძალიან მაღალი რანგის სტუმრები ხოლმე საპატრიარქოში გუშინ იყო ამერიკის კონგრესის წარმომადგენლები ერთ-ერთი კომიტეტის დემოკრატიული ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე და სად უნდა მივიღოთ ეს ხალხი არ უნდა იყოს შესაბამისი გარემო ყველაფერი საერთოდ რასაც ეკლესია ფლობს რეალურად ეს არის ერის საგანძური და ერს რჩება ისევ ეს არსად არ მიაქვს ეკლესიას არაფერი თუ კი ჩვენ რაიმეთი შეგვიძლია დღეს თავი მოვიწონოთ და რაიმე საგანძური არის ისეთი მნიშვნელობის რომელიც პირდაპირ ქართულ იდენტობას უკავშირდება ყველაფერი არის ეკლესიაში შექმნილი თითქმის ყველაფერი არის ეკლესიაში შექმნილი და ეკლესიის მიერ შემონახული ამიტომ ნუ შეეცდება ისე წარმოაჩინოს რაღაც ეკლესიისთვის გადაცემული რაიმე ქონება რომ სადმე მიაქვს ეკლესიას და რაღაცა ქვეყნის მტრობისათვის შეიძლება ეს გამოიყენოს პირიქით ყველაფერი რაც გადაეცემა მიწა იქნება ეს თუ სხვა ქონება იქნება ეკლესიას ეს იქნება ყველაზე მეტად დაცული ქვეყნისათვის ამაზე მეტყოლებს ისიც რომ აი მკვლევებმა აჩვენეს გამოყოფილი თანხა აი 25 მილიონი იხარჯება სწავლაზე 90% იხარჯება განათლებაზე და თხოვ დაინტერესებულ ადამიანებს გამოიკლიოს სწავლის დონე საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებებში და გამოიკლიოს აღზრდის შედეგები რომ ნახოს რომ არც ერთი შემთხვევა არ ხდება ჩაგვრის, ძალადობის, ცინიზმი არ არის ჩვენს სასწავლებლებში და მოსწავლეები იზრდებიან აი ისეთ გარემოში რომელიც გაცილებით უფრო ჯანსაღი არის ვიდრე მის გარეთ და საპატრიარქოს სკოლებში ყველა მიცის რომ ერთი წლით ადრე უნდა დაიკავო ადგილი რომ ბავშვის გადაყვანა შეძლო. სწორედ ამიტომ რომ იქ არის შესაბამისი ზრუნვა როგორც აკადემიურ მოსწრებაზე ასევე სულიერ აღზრდაზე და მოთხოვნა და სურვილიც დიდია ხო? ამას ზოგ სკოლაში 3 წლით ადრეც კი უნდა დაიკავო რიგი რომ შეძლო ბავშვის გადაყვანა. და არაფერი არ შველის, არანაირი შუამდგომლობა და არანაირი ნაცნობობა იქ არ შველის, იმიტომ რომ გადავსებული არის სკოლები. აი უცნაურია ხა საპატრიარქოს შენობის ავეჯზეც რომ იწყებ ლაპარაკს, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მქონდა
ურთიერთობა, ანუ მიწევდა, მუშაობდი საპატრიარქოს რადიოში და შესაბამისად ხშირად ვიყავი ამ შენობაში. იქ რამე არ შეცვლილა, ანუ წლებია, იგივე ავეჯი. დიდი ხანი არ არის გამოვტყდები, რაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი. ანუ რის თქმა მინდა ამით, რომ უცნაურია, რომ ამაზეც შეიძლება დღეს ილაპარაკო. ანუ აქამდე რა არ იცოდნენ, რა იყო საპატრიარქოში, რა ავეჯი იდგა? ძალიან უხერხული არის საერთოდ საუბარი ხოლმე. თუ დააშავა, შეიძლება რომ ილაპარაკო, რომ აი დააშავა, კრიმინალია, ცდება რაღაცა აი ესეთი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ვის რა აქვს, თქვენ ყოლიათ მეზობელი, რომელიც ხის ქონებას ითვლის მუდმივად, ხო? რაღაცა უხერხული არის. ასეთებიც არსებობენ. არსებობენ, ყველას ყავს, ხო და რაღაცა ეს მაინდა-მაინც მაღაზნეობაზე არ მიუთითებს და აქაც ამ შემთხვევაშიც, როდემდე შეიძლება გვითვალონ როგორი ავეჯი გვიდგას თუ როგორი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით რომ ისმის ხოლმე შეკითხვები რომ თითქოს არ არის ხელმისაწვდომი ეს ვთქვათ ამა თუ იმ არის ხელმისაწვდომი. დიახ, ესეც წყუილია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი კომპეტენტური არასამთავრობო როგორიც არის ვთქვათ ინდიგო იყო მე მგონი სახელწოდება, ჩაატარა და თქვან წარმომადგენელმა რომ 90% იყო ხელმისაწვდომი იმისთვის იმ ტრანზაქციების რაც ხორციელდება საპატრიარქოსთან მიმართებით და ასევე აღნიშნა ისიც რომ განათლებაზე მიდის ეს თანხები, უმეტესი ნაწილი. განათლებაზე მიდის. ასე გადაწყვიტა საპატრიარქომ რომ არ გამხდარიყო ეს რაიმე სპეკულაციების საბაბი, აი ეს თანხა, ისევ უბრუნდება მოსახლეობას, აი ამ სახით, რაც მე ვთქვი, სკოლები, რომელიც ძალიან მაღალ აკადემიურ მოსწრებას აფიქსირებენ და ძალიან კარგ აღზრდას ბავშვებისა, რასაც ვერ აღწევენ ვერანაირი კანონებით, ვერანაირი ცდელობებით, ადმინისტრაციული მეთოდებით, რომ სკოლებში არ იყოს ძალადობა, საპატრიარქოს სკოლებში აღზრდით და ქრისტიანული ფასეულობების დამკვიდრებით ვახერხებთ ამას. გამოიკვლიოთ და ნახავთ, რომ ერთ-ერთი მაღალი აკადემიური მოსწრებაც არის და აღზრდის ხრივაც აი ასეთი შედეგები. და უმაღლესი სასწავლებლებიც არის. უმაღლესი სასწავლებლებიც ანალოგიურად, დიახ. აი ინდიგო ახსენა ხო, შენ ელისაბედ, მე სპეციალურად ამოვბეჭდე თქვენთან შეხვედრის წინ, ნახეთ რა წერს, ანუ ფაქტია რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, როგორ ხარჯავს საპატრიარქო მთავრობისგან მიღებულ მილიონებს, საჯარო ინფორმაცია არ არის. სახელმწიფო არ აკონტროლებს თუ რა მიზნით მოიხმარს ეკლესია ბიუჯეტიდან გადარიცხულ ფულს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად საპატრიარქოს ფინანსების შემოწმება არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, რომ არ შეუძლია, ჩვენ თადარიგოს დაჭერილი და აუცილებლად ამას გავაკეთებთ, რომ ეს საბაბიც დამთავრდეს, არაფერი არ გვაქვს დასამალი. ის 25 მილიონი შესახებ რაც მან წერი არის ტყუილი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ამის შესახებ და საერთოდ გაიხანს იდო, მე მგონი ახლა წდევს კიდევ ფინანსთა სამინისტროდან ეს თანხა არ ჯდება საპატრიარქოს ანგარიშზე, პირდაპირ ირიცხება ხელფასებში, აქედან ეგზავნებთ მხოლოდ დანიშნულება. ფინანსთა სამინისტროდან. ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ რიცხავს დანიშნულების მიხედვით, ამიტომ მათ იციან ზუსტად სად იხარჯება ეს და შესაძლებელი არის ამისი ამ ინფორმაციის მიღება. ძალიან დიდი მადლობა მამა ანდრია საინტერესო პასუხებისთვის. შევახსენოთ მაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდა საქართველოს საპატრიარქოს პრეზიდენტის ხელმძღვანელი, ასევე კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე კაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია ჭაღმაიძე. ჩვენ გამოვიწყებთ გადაცემას დედაენის დღესთან დაკავშირებით სტოკჰოლმში წმინდა ილია მართლის სახელობის ქართულ სათვისტომოში გაიმართა ღონისძიება. სათვისტომოს წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს მასალა და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო. უკვე 7 წელია, რაც შვედეთში ყოველ 14 აპრილს წმინდა ილია მართლის სახელობის სათვისტომოში ქართული ენის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. წელს ამ თარიღთან დაკავშირებით სტოკჰოლმში სენსუსის კულტურის სასახლეში საღამო ჩატარდა, რომელსაც საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოდან ჩასული სტუმრები და ქართული სათვისტომოს წევრები ესწრებოდნენ. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ნერგები მოწვეული სტუმრებისთვის მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, წმინდა ილია მართლის სახელობის სათვისტომოს საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობისა და ემიგრანტთა მომავალი თაობებისთვის ქართული ენის შენარჩუნება. 1978 წლის 14 აპრილს ქართულმა ერმა ძირითადად ახალგაზრდობამ, რა თქმა უნდა, მთლიანად საზოგადოებამ მოახერხა, რომ დაეცვათ ქართული ენა და
იმის შემდეგ ეს ტრადიცია დამკვიდრდა და ამის აღნიშვნეს და სწორედ ნერგების იუბილე, გარკვეული იუბილე, რომელიც როგორც მე ვიცი 5 წელს ითვლის უკვე, დაემთხვა ამ დღეს. ძალიან დიდი საქმე კეთდება. საქმე კეთდება იმდენად, რამდენადაც ჩვენი ერთობლივი საქმიანობით ჩვენ ხელს უწყობთ ადგილობრივ ბავშვებს, რომ არ დაივიწყონ ქართული ენა, არ დაივიწყონ ქართული მუსიკა, ქართული ცეკვა, ქართული ტრადიცია, რაც თავისთავად ხელს უწყობს ერთობლიობაში ამ ყველაფერს. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდა მოესმინა ქართული პოეზიის ნიმუშები, ხალხური მელოდიები და ქორეოგრაფიული ნომრები. როგორც ანსამბლ ნერგების ხელმძღვანელი ლელა კუხიანიძე ამბობს, მათი შემოქმედების მთავარი ამოცანაა ემიგრაციაში ქართული ენის, კულტურისა და სარწმუნოების შენარჩუნება. ჩამოვაყალიბეთ ილია ჭავჭავაძის სახელობისათვის ტომო და ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი ნერგები. თავიდანვე ცოტანი ვიყავით 5-6 დღეს უკვე უამრავი ვართ. მე მინდა საქართველოს უთხრა რომ ქართველი ყველგანი ქართველებს მიუხედავად იმისა ქართველობის შენარჩუნება უცხოეთში გმირობის ტოლფასია, მაგრამ ჩვენ ამის უნარი გაგვაჩნია. მე არა ვარ მარტო, ჩემს გვერდით არის პატრიოტი ადამიანები, რომლებიც უანგაროდ დგანან ჩემს გვერდით და ვემსახურებით საქართველოს. სტოკჰოლმში გამართულ ღონისძიებას მწერალი ნინო სადღობელაშვილი სტუმრობდა. ის შვედეთში პროექტ ცოცხალი წიგნების ფარგლებში და ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდის ელჩის სტატუსით იმყოფებოდა. როგორც ანსამბლ ნერგების ხელმძღვანელი ლელა კუხიანიძე ამბობს, ნინო სადღობელაშვილი ქართულ სათვისტომოსთან ერთად დიდ და კეთილ საქმეს უყრის საფუძველს. როგორც ცნობილია, ნინო სადღობელაშვილი იქნება ავტორი პირველი წიგნისა, რომელიც გვიამბობს ემიგრანტი ბავშვებისა და მათი ძალისხმევის შესახებ ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ბევრი კილომეტრით დაშორებულ ქვეყანაში, შვედეთში შევხვდი ქართველებს და დავესწარე ისეთ საღამოს, ისეთ შეხვედრას, სადაც ყველაზე ძვირფას დედაენას აი ასე განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ და დედაენის დღეს და ეს რაც ვნახე, რაც განვიცადე, აი ამ ყველაფრით ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ანსამბლ ნერგების ხელმძღვანელს ქალბატონ ლელა კუხიანიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩართული, პედაგოგებს, მშობლებს და ბავშვებს, ვინც აი მთელი გულით და სულით აქ აი ამ ანსამბლის სახით შვედეთში საქართველოს აცოცხლებს და საქართველოს დაატარებს. 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები და სახელმწიფო ენის დღე თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამის ნათელი მაგალითია ის ღონისძიებები, რომლებსაც ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, განმაგრძობთ გადაცემას. გვიახლოვდება 12 მაისი, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილვდომილობის დღესასწაული და ამ დღესთან დაკავშირებით ვიცით, რომ მახათას მთაზე საზეიმოდ გაიხსნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატის ტაძარი. ამ მოვლენების მნიშვნელობაზე ჩვენთან სტუდიაში სტუმრები ისაუბრებენ. ჩვენი სტუდიის სტუმრები კი არიან ლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი და ისტორიის დოქტორი, პროფესორი საზოგადოება ივერიისას ქტიტორთა სათათბიროს წევრი ეკა კვაჭანტილაძე. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა. დაგლოცეთ მამაო. მერტმა დაგლოცოთ, გილოცავთ წინასწარ თქვენ და სრულიად საქართველოს ბრძობის მოახლოებას. ასევე დალოცოს ღმერთმა ჩვენი სამწუხაროდ და მთელი საქართველოს. მადლობა. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის, ის რაც 12 მაისს მოხდება. მე შევახსენებ მაყურებელს ასევე, რომ 2018 წლის 27 დეკემბრის საქართველოს წმინდა ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილვდომილობის დღედ და სწორედ აი ამ მოვლენაზე თავდაპირველად მინდა რომ შევაჩეროთ ჩვენი მაყურებლის ყურადღება, მამა ლუკა. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რომ შეაფასოთ ეს მოვლენა და ამასთან ერთად ასევე ძალიან ხშირად ჩვენ პრივილეგიად წარმოვაჩენთ ხოლმე წილვდომილობის საკითხს. ბუნებრივია გვემაყება, რომ ჩვენი მფარველი, განსაკუთრებული მფარველი არის დედა ღვთისმშობელი, ჩვენი პატრონი არის და საქართველო არის მისი წილხვედრი. თუმცა აი მინდა გკითხოთ, პრივილეგიად წარმოჩენა ამ მდგომარეობის ხომ არ გვაგდებს ხოლმე ზოგჯერ ამ პარტავნობაში და ხომ არ ადუნებს ერის სიფხიზლეს გარკვეულწილად. რა თქმა უნდა, დაგითანხმებით ამაში, როგორც თქვენ წეგამძანეთ, ჩვენმა წმინდა სინოდმა, ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა
განჩინება მიიღო წილხდომილობის შესახებ და ეს მართლაც უდიდესი მოვლენაა 12 მაისი კი როგორც ყველა ქართველისათვის ისე მთელი ქვეყნისათვის საამაყო დღე არის ძალიან დიდი დღესასწაულია ანდრია პირველწოდებულის შემობრძანების დღე არის და სწორედ ანდრია პირველწოდებულის შემობრძანების დღეს დაამთხვიეს ეს დიდი დღესასწაული რათა ეს ჯაჭვი ეს ბმა ღვთისმშობლობისა და ანდრია პირველწოდებულის შემობრძანება საქართველოში და გავრცელება სახარებისა არის მართლაც მნიშვნელოვანი ჩვენი ერისათვის, თუმცა როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს არ უნდა აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი სამწყსოსათვის ერთგვარი რაღაც პრივილეგიის წარმოჩინებად, რადგან ერს და ადამიანს თვითონ ქრისტიანს არ შეიძლება განწყობა შეექმნას პრივილეგირებულობისა ეს დაუწყდეს პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ასეთი მიდგომა საკითხისადმი წილხდომილობისადმი და საერთოდ რწმენაში რაღაცა პრივილეგიების საკუთარ თავზე წარმოჩინება არის არა მარტო ამპარტავნება რა თქმა უნდა თავისთავად ყველა ცოდვის მშობელია და სათავეა და ერთ-ერთი შვილი ამპარტავნებისა არის სიფხიზლის დაკარგვა და რეალობის აღქმის დაკარგვა. არა რეალობაში მყოფი ადამიანი და ასეთი ადამიანებით შექმნილი საზოგადოება ვერასოდეს ვერ შექმნის სწორ სახელმწიფოს და ამისგან შორს მდგარნი იყვნენ ჩვენი წინაპრები სწორად, აი ასეთი არასწორი აღქმისგან შორს მდგარნი იყვნენ ჩვენი წინაპრები და ასეთმა სწორად აღმქმელმა საზოგადოებამ შექმნა ის ჩვენი დიდი ისტორია და რითიც ასე ვამაყობდა რაც აქამდე მოიტანა ჩვენი თვითმყოფადობა და ჩვენი ერის გადარჩენის ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი გახდა. ესე იგი თუ იმ შემთხვევაში თუ ერი წილხდომილობას არასწორად აღიქვამს ერის უკუსლა, ქვესლა, სულიერი შეიძლება განადგურებაც კი გარდაუვალი აღმოჩნდეს და სამწუხარო და სავალალო შედეგებამდე მივიდეთ. როდესაც ისტორიას ჩვენ მრავალ საუკუნოვან ისტორიას გადავხედავთ ისედაც ასეთი მცირე რიცხოვანი ერი, ასეთი პატარა ქვეყანა, ამხელა იმპერიებისა და დამპყრობლების გარშემო მცხოვრები სახელმწიფო არაერთხელ და არაერთ გზის მდგარა ყოფნა არ ყოფნის საკითხის წინაშე. დღეს აღარ არსებობს ის იმპერიები, მაგრამ არსებობს. დღეს აღარ არსებობს ის იმპერია მართალი ბრძანდებით, თუმცა ეს განაპირობა არა თქვათ იმა რომ ღვთისმშობელი იფარავს ჩვენს ქვეყანას. ამ ფარველობას, ღვთისწყალობას სჭირდება სწორი დახვედრა საზოგადოების მხრიდან, ქრისტიანული საზოგადოების მხრიდან, რადგან წყალობა გახდეს ღვთისწყალობა და ღვთისმშობლის ფარველობამ თავისი კეთილი ნაყოფი გამოიღოს. კეთილ ნაყოფს მხოლოდ და მხოლოდ სწორი აღქმის შედეგად გამოიღებს. რა შემდგომარეობა სწორი აღქვა ამაზე მოგვიანებით გითხავთ. თუმცა მანამდე ქალბატონ ნეკასთან შეგვიძლია ერთგვარად გაანვავრცოთ ეს აზრი. ქალბატონ ნეკა როგორც ელისაბედმა აღნიშნა ჩვენი შეხვედრის დასაწყისში 2002 წელს დაიწყო ყველაფერი მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის იდეით რომ ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის ივერონის ანალოგი აშენებულიყო და ხშირად გვესმის ხოლმე მისი უწმინდესობის მიერ წარმოთქმული ფრაზა რომ ყოველი ქართველი ვინც შევა ამ ტაძარში შევა ის მის მიერ აშენებულ სახლში. აი თქვენი შეფასება როგორია? რას ნიშნავს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის დღეს მახათას მთაზე აი ამ ტაძრის მშენებლობა, როგორ აფასებთ ამას? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მახათას პროექტი არის რაცა გარკვეულწილად ქართველი ხალხის მადლიერების გამოხატულება ღვთისმშობლისადმი. ეს არის მადლობა იმისათვის, რომ მარტივად ის არის ჩვენი განმანათლებელი. და განმანათლებელი არის იმიტომ, რომ მისი სახით, მისი ძალით შემოდის პირველად ქრისტიანობა საქართველოში. ამიტომ ჩვენთვის, როგორც მისი განმანათლებლისათვის დავუშვათ, აი ამ სავანის მშენებლობა არის
სწორედ აი ამ ადლიერების გამოხატულება. როგორც მსოფლიოს ბევრი ხალხისთვის, მაგრამ ჩვენთვისაც მაღათას პროექტი არის უნიკალური ერთგვარად, აი თქვენ ახსენეთ ათონი, უნიკალური არის რაღაცა სხვადასხვა და რამდენიმე პარამეტრით შეიძლება ასე ითქვას. მაღათას სავანე ღვთისმშობლის ხატისადმი მიძღვნილი არის. მსოფლიოში არ არის ბევრი ტაძარი, რომელიც ხატისადმი არის მიძღვნილი. ერთ-ერთი მათ შორის არის მახათა. თქვენ ბრძანეთ, რომ მას აშენებს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს არ არის არც ერთი ინსტიტუცია ერთი და არც ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აშენებს მახათას. მახათას აშენებს მთელი ხალხი. თითოეული ჩვენგანი. ანუ 80,000 ადამიანი არის ჩართული მახათას პროექტში. და ის რომ ის წმინდა სავანის გარდა მას აქვს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქცია ექნება. რადგანაც მოგიხსენებათ, რომ მახათაზე იგეგმება სამეცნიერო ცენტრის მშენებლობა, სწორედ ანალოგიათონთან იგულისხმება ეს. რადგანაც ისტორიულად საქართველოში სულიერება და განათლება იყო განუყოფლად მიმდინარეობდა და მახათაზე რაც უნდა განხორციელდეს, არის ის, რომ ეს იყოს მეცნიერების და რელიგიის შეხვედრის და ერთგვარი დიალოგის ადგილი. და გამომდინარე აქედან ის ძალიან მნიშვნელოვანი არის და კიდევ ერთი მახათას მშენებლობაში და ხორჩესხმაში მონაწილეობს ერთად სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება. ეს მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დღეს აი ამ სიტუაციაში ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი არის და მახათა ერთგვარად რაღაცა გამტარი უნდა გახდეს ალბათ ქართული კულტურის და რაღაცა პარადიგმის, ქართული პარადიგმის გაცნობის, ეროვნული პროექტი შეიძლება უწოდოთ. დიახ, აი რაღაცა გაანალიზების გარშემომყოფი სამყაროსთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის. განსაკუთრებით ჩვენთვის თუმცა ჩვენთვისაც ზოგჯერ არ არის ხოლმე ეს ყველაფერი ცნობილი და ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის იქნება ეს რაღაცა ძალიან საინტერესო სამეცნიერო ადგილი და ზარებს ხედავთ ბოდიშელისავით გაწყვეტინა 5 ზარი იყო, მე მგონი პირველად მოხერხდა საქართველოში ჩამოსხმა ამ ზარების ყველაზე დიდი თუ არ ვწდები 1 ტონა ნახევარს იწონის და უნიკალური ჟღერადობა აქვს, როგორც მე წამიკითხავს. ამ ხრივაც არის თქვათ აი ნიშანდობლივი ესეც რომ პირველად მოხერხდა ჩვენთან ჩამოსხმა ამ ზარებისა. ბრინჯაოს ზარებია თუ არ ვწდები ბრინჯაოს. და აი ამ საგანმანათლებლო კერების აღორძინებას, მშენებლობასთან დაკავშირებით მინდა ისევ ვკითხოთ, აი განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობა, კონსოლიდაციის დეფიციტი თუ თქვათ პოსტსაბჭოთა პერიოდის მიერ მიღებული ტრამვას ვეძახით თუ შეიძლება ვთქვათ ის პრობლემები რაც ამას მოყვა, აი ამ ხრივ რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად შეუწყობს გაერთიანებას ერის ხელს აი ეს სამონასტრო კომპლექსი და ის საგანმანათლებლო კერა, რომელიც იქ აღორძინდება. აი მე ვახსენე რაღაცა ჩვენი პარადიგმის გაცნობა. ჩვენ რასაკვირველი არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი და ეს მნიშვნელოვანი არის როგორც ჩვენთვის, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება სხვისთვისაც. საერთაშორისო პროექტები, რომელიც აუცილებლად დაიგეგმება იმ საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის და აღორძინების შემდეგ, ეს ამაში პირველ რიგში იგულისხმება. ამიტომ შესაძლოა ეს იყოს ჩვენი ერთად შეხვედრის ადგილი ძალიან მარტივად. ჩვენი ერთად შეხვედრის საუბრის, რომელშიც იქნება სინთეზი მეცნიერების და რელიგიისა, აქ იქნებიან საეკლესიო პირები და აქ იქნებიან მეცნიერები, რომლებიც ერთად ძალიან საინტერესო პროექტებს ვფიქრობ, რომ შექმნიან. ჩემთვის მაგალითად მახათა ამითი ნამდვილად უნიკალური არის და ასე მესახება. საზოგადოება აივერისას კტიტორთა სათათბიროს წევრი ბრძანდებით თქვენ და ორი სიტყვით რომ შევახსენოთ ტელემაყურებელს, აი რა შედის აი ამ ფონდის ფუნქციებში. ფონდის ფუნქცია არის უმთავრესად ის, რომ რაღაცა გარკვეულწილად და მასში შედიან ძალიან ცნობილი ადამიანები, ჩემ გარდა ცხადია და ძალიან საყვარელი ადამიანები ჩვენი რაღაცა საზოგადოებისა და ფონდის ფუნქციაში არის გარკვეულწილად ის, რომ რამდენად სწორი მიმართულებით მიდის ეს ყველაფერი, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი ტაძრის მშენებლობა, არამედ როგორც მოგახსენეთ, ეს არის სავანის და შემდეგ აი ამ კომპლექსის სრულად და რაც თავარია მისი ღირებულებითი დატვირთვა, რომელიც უნდა შეიქმნას. შესაბამისად სამშენებლო მენეჯმენტს სჭირდება სწორი მართვა. კი ბატონო, და ფონდი აგრეთვე აკონტროლებს და გარკვეულწილად ყოველწლიური ანგარიში
რომელიც იგზავნება საზოგადოება ივერიისაგან ფონდისათვის, რომლითაც სრულად კონტროლდება აგრეთვე მისი ფინანსური ხარჯები, ამიტომ ფონდი ამაშიც არის ჩართული და შეხვედრები, რომელიც არის ივერიისას და კტიტორთა სათათბიროსი, არის სწორედ ამ საკითხითაც მოცული. ეს არის ძირითადად ღირებულებები, რაზე უნდა ეფუძნებოდეს და არის აგრეთვე ფინანსური საკითხი, რომელსაც განიხილავს ფონდი. მამა ლუკა, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო საკითხზე, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხდომილობა პრივილეგია თუ პასუხისმგებლობა და თქვენ აღნიშნეთ, რომ იმ დიდ უფლისწყალობას, რასაც ქვია წილხდომილობის საკითხი, ჭირდება სწორი მიღება, სწორი დახვედრა, რომ მან გამოიღოს კეთილი ნაყოფი. აი, რას გულისხმობთ ამაში საინტერესო არის, რას ნიშნავს საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხდომილობის სწორი გაგება, სწორი გააზრება და გააზრება როგორც პასუხისმგებლობის? მადლობთ ამ შეკითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი საზოგადოებისათვის ეს საკითხი და სწორედ ამან განაპირობა, ამ მნიშვნელოვანობამ განაპირობა წმინდა სინოდისაგან ასეთი დადგენილების მიღება, რადგან საზოგადოებამ თავისი მისია მიიღოს არა იმ სახით, რა სახითაც სამწუხაროდ დღეს უმრავლესობაში აღიქმება გულზე მჯიღის რტყმით სუფრაზე საგრძელოები და ასე შემდეგ, არამედ იმ პასუხისმგებლობის გაანალიზებით და შემდეგ განხორციელებით და იმ მისიის აღსრულებით, რა მისიაც მთელი ჩვენი ისტორიის, ქრისტიანული ისტორიის განმავლობაში გქონდა გასიზღორცებული და გასიგრძეგანებული ჩვენს წინაპრებს. როგორც წეღან თქვით, ჩვენი ქვეყანა არ იყო განებივრებული ტერიტორიებით, ხალხთა სიმრავლით და დღემდეც სხვადასხვა დიდი ქვეყნებისა და იმპერიების აგრესიის მსხვერპლი ვართ და ტერიტორიების დაკარგვის სხვადასხვა მხარიდან დიდი პრობლემები არსებობს, ხო? და რომ არას სწორედ ღვთისმშობლის მფარველობა და ღვთისმშობლის მფარველობა და წილხდომილობა და მისი სწორი გააზრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორად მივდივართ ღვთისაკენ. ანუ ღვთისმშობლის უპირობო მეოხება ღვთის წინაშე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა მარტო ღვთისმშობელი გვიფარავს და მეოხია ჩვენი ღვთის წინაშე, არამედ ეს მეოხება და წილხდომილობა გვაძლევს საშუალებას ქრისტიანობის სწორი აღქმისა. ქრისტიანობის სწორი აღქმა კი არის ადამიანის უპირველესი და უმთავრესი ძალა, რომ იგი იყოს სწორი წესის და სარწმუნოების და იმ წამსის აღმსრულებელი, რაც უმთავრესი პირობაა ჯანსაღი საზოგადოების შექმნისა და იმ ჯანსაღი საზოგადოების შექმნისა, რომელიც არის იმ სიმაღლეზე, რომ დაიცვას თუნდაც თავისი ვაჟკაცობით, თავისი თუნდაც ბრძოლის უნარიანობით, თავისი ქვეყანა, ოჯახი და რაც მთავარია თავისი თავი. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ბუნებრივია, ეს არის შეიძლება ითქვას ჩვენი თანამედროვე ქართველების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღვთიური გამოვლინება აი ამ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობისა და ცხადია რომ ჩვენ კიდევ დაუთმობთ ამ მოვლენას არაერთ ეთერს. მადლობა უნდა გადაგიხადოთ ახლა თქვენ იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმრები. შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ისის ყოველწლინა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი და ასევე ისტორიის დოქტორი პროფესორი საზოგადოება ივერიისას კტიტორთა სათათბიროს წევრი ეკა კვაჭანტირაძე. გრძელდება გადაცემა საპატრიარქოს ფონდ გაამწვანეს საქართველოს ეგიდით მორიგი ღონისძიება ჩატარდა, ერთად ნახოთ ვიდეო. გაზაფხულის დადგომასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ფონდი გაამწვანეს საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით გამწვანების ღონისძიებებს აგრძელებს. მორიგი აქცია ამჯერად მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და ფონდის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჭანტურიძეების საგვარეულო კავშირის წარმომადგენლებმა ზეთის ხილის ნერგები დარგეს. ღონისძიების მონაწილეებმა ფონდ გაამწვანეს საქართველოს აღმასრულებელ მდივანს კოჩა არონიშიძეს მადლობა გადაუხადეს იმისათვის, რომ მიეცათ შესაძლებლობა მახათაზე მდებარე სავანის გამწვანებაში საკუთარი წვლილი შეეტანათ. ჩვენი ფონდი აგრძელებს ამწვანების ღონისძიებებს, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ გაშენებული გვაქვს
ათასობით მწვანე ნარგავობა და დღეს ჭანტურიძეების გვარს, რომელმაც ჩვენ მოვხმართ თხოვნით, რომ მათთვის მიგვეცა საშუალება რომ დაერიგოთ ხეები, ვარგვევინებთ ეთისხილებს. ეს გახლავთ ძალიან მაღალი ხარისხის ეთისხილები და აი ამ ვახს კიდევ უფრო გამშვენიერებს. მას შემდეგ რაც დაილოცა ჩვენი გვარი, რამოდენიმე მნიშვნელოვანი აქცია გაკეთა ჩვენი გვარის სახელით და ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი. რამოდენიმე ბავშვებმა და ყოფა თითოეულმა ჭანტურიძემ მონაწილეობა მიიღეს ამ საშვილიშვილო საქმეში და ეს იქნება ჭანტურიძეების გვარის შესაკრებელი ერთ-ერთი უძვირფასი და უმნიშვნელოვანესი ადგილი. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფონდი გაამწვანე საქართველოს გასული წლების მსგავსად გამწვანების ღონისძიებებს წელსაც აქტიურად გააგრძელებს, როგორც თბილისში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარიხუანა, მცენარის ლათინური დასახელება კანაბის. მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი იწვევს დნმ-ის დაზიანებას, გულის ფუნქციების დარღვევას, აქვეითებს ღვიძლის ფერმენტების აქტივობას, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. იწვევს მოზარდების სქესობრივი ფუნქციების დარღვევას. მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს. გზადდება გადაცემა სტუმრებთან ერთად დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო თემით გამოვხსოვთ მათთან ერთად საუბარს. ვიდრე გეტყოდეთ საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, მანამდე მათ წარმოგიდგენთ სიამოვნებით ჩვენთან ერთად არიან ბატონი კობა გელაშვილი, რომელიც გახლავთ ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი და მზიურის დირექტორის მოადგილე, ბატონი ამირან მეტრეველი. დილამშვიდობისა ბატონებო, მადლობა რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. იწყება ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში, რომელსაც ქართული უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრი მზიური ერთობლივად ახორციელებს. საინტერესოა თავისთავად ის ფაქტი, რომ პირველად იმართება უკვე არის იწვევს ინტერესს, ბუნებრივია, ვიდრე გავშლით ამ თემას, კითხავთ მარტივად, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტის განხორციელება და რას ელოდებით, თქვათ, ამდენად ელით დაინტერესებას. ჩართულობის თვალსაზრისით ორივეს შეგიძლიათ ორივესთან დავსვი ეს შეკითხვა. ბატონო კობა, თქვენგან დავიწყოთ. კი ბატონო. ქართული უნივერსიტეტის პროგრამები, განსაკუთრებით კომპიუტერული მეცნიერება, შრომის ბაზარზე არის ორიენტირებული. დამსაქმებლები უზარმაზარ ყურადღებას აქცევენ აი ამ ტიპის შეჯიბრებში სტუდენტების მონაწილეობას. და ამიტომ ხელშეკრულება არის აუცილებელი ამისთვის. მრავალი შეჯიბრი ტარდება ამ ტიპის მოსწავლეების, სტუდენტების ACM-ის პატრონაჟით ტარდება ხოლმე ძირითადად. ამის უზარმაზარი გამოცდილება აქვს ცენტრ მზიურს, წლებია ჩვენ თანამშრომლობთ და წელს მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს უნივერსიტეტს და მზიურს შორის და უფრო ახალ მასშტაბებზე გავა ეს ყველაფერი. მონაწილეები დიდი სპექტრია, ბატონი ამირანი ამას უფრო გაშლის, სტუდენტებიც, მოსწავლეებიც, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენაც მოხდება, უკვე გამოვლენილი ახალგაზრდების უფრო გაწაფვაც ამ საქმეში
ამ მთლიანად ამ პროცესისკენ ყურადღების მიღებაც მოხდება და რა ვიცი. აი რომელი წლიდან შეუძლიათ თქვათ და ვის შეუძლიათ ბატონკობა ჩაერთონ ამ კონკურსში და მიიღონ მონაწილეობა? აი თუ არის ასაკობრივი ზღვარი თქვათ და მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ თუ თქვათ ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველას მოსწავლეებსაც. მოსწავლეებსაც 21 წელია ზედაზღვარი. 21 ზედაზღვარი არსებობს. 21 წლის ჩათვლით, ხო? ამ ჩემპიონატის სპეციფიკა სწორედ მაგაშია, რომ თანაბარი უფლებით შეუძლიათ მონაწილეობის მიღება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს. არსებობს უკვე შეჯიბრებები ცალკე სკოლის მოსწავლეებისთვის, ცალკე სტუდენტებისთვის. სტუდენტების შეჯიბრებებში შეუძლიათ სკოლის მოსწავლეების მონაწილეობის მიღება, მაგრამ მხოლოდ უკონკურსოდ. ამიტომ ამ ჩვენ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანია გვინდოდა ისეთი შეჯიბრის ჩატარება, სადაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ერთად მიიღებდნენ მონაწილეობას და სწორედ აი ამ ჩემპიონატში მოხდება ეს. დიახ. აი მეტი დეტალი რომ გითხრათ, უფრო თვითონ ჩემპიონატის სპეციფიკის შესახებ გასაგები ასაკობრივი ჯგუფი, თქვათ, როდის გაიმართება პირველი ტური, რამდენი ტურიანი არის და ასე შემდეგ. საინტერესო. ფორმატი როგორი იქნება ჩემპიონატის? სულ 2 ტურისაგან შედგება ჩემპიონატი. პირველი ტური იქნება დაუსწრებელი, ინტერნეტით ჩატარდება ონლაინ ტური, ეს მოხდება 5 მაისს. 5 მაისამდე მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია საიტზე geochampion.gr. მეორე ტური უკვე შედგება ქართულ უნივერსიტეტში, ეს უკვე დასწრებული ტური იქნება. ეს მოხდება 19 მაისს. იქ მონაწილეობას მიიღებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც დაძლევენ პირველ ტურს, ანუ მიიღებენ სათანადო შედეგს. აი ზედაზღვარი რა არის თქვათ? ანუ ქვედაზღვარი უფრო სწორად ალბათ არის ხო უკვე განსაზღვრული? რისი გადალახვა მოუწევთ მონაწილეებს? ეს ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, ამას უკვე შედეგების მიხედვით შევხედავთ და იმის მიხედვით რა საშუალება გვექნება და როგორი ანუ ყველაფერი კონკურენციაზე არის დამოკიდებული. აუცილებლად იქნება ძალიან სერიოზული კონკურენცია. დარწმუნებული ვართ, რომ მოსწავლეები ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ სტუდენტებს. სად ჩატარდება საინტერესოა როგორც სხვადასხვა ეტაპები, ასევე დასკვნითი ტური, ვინ უმასპინძლებს მონაწილეებს? დასკვნითი ტური წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდება. პირველი ტური ონლაინი არის და ალბათ საკუთარი პერსონალური კომპიუტერები და კეთილი. რა შეეხება დაჯილდოების ცერემონია, საინტერესო ალბათ პრიზებიც დაინტერესებთ მონაწილეებს. თუ არის, თქვა, აი ჯილდოს სახით, წახალისების სახით, თუ გაქვთ დაგეგმილი. დიახ. რომ გასცეთ. რა თქმა უნდა, სწორედ ერთ-ერთი სპეციფიკა ამ ჩემპიონატის ის არის, რომ იქნება კარგი პრიზები. თუმცა არ იქნება ბევრი პრიზები. როცა პატარა სკოლის ასაკის ბავშვებზე არ ლაპარაკი, ჩვენ მომხრევართ, რომ უფრო იყოს დაბალფასიანი და ბევრი პრიზები. ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იქნება საქმე, იქნება შეზღუდული რაოდენობა პრიზების, მაგრამ კარგი პრიზები. ანუ მოტივაციას ესეც მოტივაციას გაუჩენთ. იცით რა არის საინტერესო, ჩვენ თქვით რომ პირველად ტარდება ასეთ ფორმატში ჩვენთან, თუმცა აი მანამდე იგივე საერთაშორისო ასპარეზზე რამდენად გვაქვს წარმატებები ან ჩართულობა, რამდენად ხერხდება ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების ამ კუთხით განვითარება, თუ შეგიძლიათ ამაზე საუბარი, რა გამოცდილება გვაქვს? დიახ, დიდი სიამოვნებით ძალიან დიდი წარმატებები აქვს საქართველოს, ეს პირდაპირ ვთქვა, ცენტრი მზიურის დამსახურება არის, იმიტომ რომ ნაკრები, როგორც წესია, მათი გამოცდილები არიან. განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში, როცა დემირელის სკოლა ლიცეუმს შეეზღუდა ფუნქციონალი, ისინი სერიოზულად მუშაობდნენ ამ მიმართულებით. აი ეს რა ვიცი, უამრავი ევროპის ჩემპიონატები, მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს, ვერცხლის დაცვის შემდეგ ჩვენზე ბევრად დიდი ქვეყნები ვერ აღწევენ ასეთ წარმატებებს. ამაზე ალბათ ბატონი ამირანი იტყვის. სტუდენტებს რაც შეეხება, იყო ერთხელ მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აიღეს, ეს ლეგენდარული გუნდი იყო, ბოგდანოვი, ჯიმშელეიშვილი, ლეკოიშვილი. ორჯერ კიდევ გავიდნენ ფინალში, წელს კიდევ გადავიდა, შემოდგომაზე იყო ეს ნახევარფინალი.
და ამ ნახევარფინალში ხო ერთ-ერთი გუნდი შავი ზღვის უნივერსიტეტის, თუმცა ეს შედგენილია სინამდვილეში. საინტერესო იყო, რომ კონკურს გარეშე მონაწილეობდა მოსწავლეების გუნდი, რომელმაც საერთოდ ყველა მონაწილეზე მეტი შედეგი აჩვენა უბრალოდ სტუდენტური ჩემპიონატის ფინალში გამოდრია. ხო და ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ხოლმე ამათი გამოსდენ სტუდენტებთან მუშაობა, ვთქვათ, როგორ თქვა, გამისონიანი, თქვა, ზურაბ კუცია, გიორგი მეგრელი, ეხლა ესეთი ყველა ძალიან სერიოზულ ფილმებში მუშაობენ. თქვენ აღნიშნეთ, რომ მემორანდუმი გაფორმდა ცენტრ მზიურთან, ბატონკობა და საინტერესო არის, აი ამ მემორანდუმის ფარგლებში ალბათ გექნებათ გეგმები და რომ გაგვიზიაროთ თქვენი ასე ვთქვათ, წინასწარ რა გაქვთ დაგეგმილი, რომ გითხრათ ჩვენს მაყურებელსაც დაინტერესებს. მემორანდუმი გაფორმდა დიახ მზიურის ხელმძღვანელობას და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ. დიახ, საპატრიარქოს უნივერსიტეტს, ქართულ უნივერსიტეტსა და ცენტრ მზიურს შორის. დიახ, ეს რა თქმა უნდა თემატურია და ემსახურება ამ საქმის უკეთ გაძღოლას, ესე იგი უნივერსიტეტი შეიძლება დაეხმაროს მზიურს, რითაც შეუძლია და ამათი გამოცდილება და მენეჯმენტის ცოდნა, ესე იგი დიდად გვეხმარება ჩვენ, მაგალითად ამ შეჯიბრს მზიურის მონაწილეობის გარეშე ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ ჩაატარებდა საქართველოში, ვერც ცალკე და ვერც ერთად. კეთილი, თუ რამ დაგჭათ სათქმელი შეგიძლიათ დაამატოთ და ამოიწუროთ ჩვენთვის აი ბატონ ამირანს მივცეთ ბოლოს სიტყვა. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მოგვეცით საშუალება, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. ესეთი კონკურსები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ბატონმა კობამ აღნიშნა, დამსაქმებლები ძალიან ყურადღებით უყურებენ შედეგებს და ეძებენ პირდაპირ შეიძლება ითქვას ნადირობენ ესეთ ბავშვებზე, რომლებსაც აქვთ ესეთი უნარები, რომ გამოიჩინონ თავი და გაიმარჯვონ ესეთი ტიპის კონკურსებში. წარმატებები გვინდა გისურვოთ თქვენ, წარმატებები ვუსურვოთ ყველა იმ კონკურსანტს, ვინც ჩაერთვება და ინიციატივას გამოიჩენს, მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში და უთხრათ მაყურებელს ისიც, რომ პირველად იმართება მსგავსი ტიპის კონკურსი ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში, რომელსაც როგორც უკვე გითხარით, ქართული უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრი მზიური ერთობლივად ახორციელებს. თემაზე საუბრობდნენ ბატონი კობა გელაშვილი, ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი და მზიურის დირექტორის მოადგილე ამირან მეტრეველი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ელისაბედი იმ ადამიანთა რიცხვში შედის, ვისაც ძალიან უყვარს და მოსწონს მონოსპექტაკლები, რომელსაც მურმან ჯინორიას თავაზობს ხოლმე საზოგადოებას და უყვარს მის მიერ წაკითხული ლექსები. მეც შევდივარ ელისაბედ ამ ადამიანთა რიცხვში და ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ სულ რამდენიმე წუთში ბატონ მურმანთან ერთად დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში. მანამდე ასევე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნახოთ ფრაგმენტი მონოსპექტაკლიდან და შემდეგ სტუმართან ერთად დავბრუნდებით. თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერ და დაუჩოქებ მიწას მუხლებ. მას გამარჯვება ტკბილოს სიცოცხლე. დავრჩებით ერთად ჩვენ. განუყურელი. ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს? ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს? სანამდე უნდა რომ ზედედინოს. გავარვარებულ ოქროს თაველებს სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არის წავა? გაქრება როგორც სიზმარი. მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს რომ კონდრის კაცაც დევათ აგანთებს. მე და სადავს ამ ზვარებს ბოლო. ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი. ჟობს აღარ გქონდეს სულად სამშობლო ანდა არ იყოს ასე ლამაზი. სხვა საქართველო მაინც სად არის? რომელი კუთხე, რომელ ქვეყანისა? ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი ქვეყნად 64 სხვას, ვის ეღერსა დავბადებულ ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი მაშ გამარჯვება ტკბილოს სიცოცხლე. დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი და რანაირად ბრთღვინავს არაგვი. ხო ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა არა სხვისი მისაბოძი რამ ჭირს თუ არა კი სხვა როცა მე შემომნატრეს
მე მივბაძავს სხვას. მე პატრონმა ამისთანაც ზღვის. მე პატრონმა ამისთანაც ის თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ. სხვას მივბაძო ვის რა გინდა რომ აქ არ იყოს. ენა იტყვის რას? სიტყვა გინდა მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი არა. სხვის იმისაბაზე რა მჭირს? თორა კი დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში მსახიობ მურმან ჯინორიასთან ერთად მოგესალმებით ბატონო მურმან. ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა. მეც მიხარია. ასე უთენია მით უმეტეს. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მაგრამ პატივია რომ უარს არასდროს გვეუბნებით და ჩვენ ამას უზომოდ ვაფასებთ. გვიხარია. ბატონო მურმან, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ კოტე მახარაძის სახელობის პრემია, რომელიც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირისგან გადმოგეცათ. გისურვოთ კიდევ ბევრი შემოქმედებითი წარმატება და აი ამ ჯილდოსთან დაკავშირებით გითხავთ, პირველი შეკითხვა ეს იყოს, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო? მით უმეტეს რომ კოტე მახარაძის სახელობის პრემია არის. ერთი მსახიობის თეატრში 12 წელი ვიყავი. სანამ ქალბატონის სოფიკო გარდაიცვალებოდა და რუსთაველის თეატრში ხო ვიყავი და პარალელურად. და აი ეს 12 წელი იყო ჩემთვის აი ის რაც მე მგონია მსახიობობა, აქტიორის პროფესია, ყველაზე უფრო აი იქ მოვახერხე იმის გაკეთება, რასაც მე ვფიქრობდი ჩემს წარმოსახვაში რა არის მსახიობის პროფესია. აი როგორც ამბობენ რომ აი აიღებთ მსახიობობა არის რომ ერთ ფარდაგი დადო, გამოხვიდე და გარშემო მაყურებლები დააინტერესო შენი აზრებით, შენი ტექსტებით, შენი სიმღერით, შენი პლასტიკით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხდებოდა ნამდვილად ხო, აი ეს იყო და მეორეც რომ მე გარდა იმისა რომ ვიყავი ამ თეატრში, მეგობრობდით ბატონ კოტესთან და ქალბატონ სოფიკოსთან. სოფიკოსთან კიდე იქ ორნი ერთი დედა-დედოფალი იყო. გიწევდათ კიდევაც პარტნიორობას. კი, ერთად ვიყავით, ხო. თამაშობდით და კიდევ რა, იცით, ბატონ როდესაც გაიხსნა ეს ერთი მსახიობის თეატრი, უკვე იქ ფიქრის გორაზე. პირველი მე ვიყავი, ვინც ბატონ კოტეს გვერდით დავდექი. აი ეს ჩვენ ორ მივდიოდით საწყისებზე. ჯერ ბატონი კოტე იყო მანამდე, მაგრამ აი ფიქრის გორაზე რო გადმოვიდა. აი იქ უკვე ორნი ვიყავით, მე ქალბატონი სოფიკო, მე ბატონი გოგი გეგეჭკორი და რაღაც იყო საინტერესო თეატრი, რაღაც სხვა ატმოსფერო იყო, მაყურებელთან სხვა კავშირები იყო, ეს ცოტა რთული არ არის ეს ადვილი. თვითონ ატმოსფეროც, აი ბატონო, ხო, დამეთანხმებით, აი ამ სახლში რაღაცნაირად შესვლა მე ამ სახლში თეატრი და თვითონ ეს გარემო ქმნიდა თვითონ სოფიკო და კოტე არაჩვეულებრივი ადამიანი. იცით რა ბატონი კოტე ხო არაჩვეულებრივი მოსაუბრე იყო, არაჩვეულებრივი ასეთი ინტელექტუალური მსახიობი მე გონია არ ყოლია საქართველოში. ამიტომაც მივიდა ის ერთი მსახიობის თეატრის იდეის განხორციელებამდე. ბატონო მურმან, ვიდრე ჩვენ ვისაუბრებთ თქვენს მრავალფეროვან შემოქმედებაზე, მონოსპექტაკლებზე და ასე შემდეგ, აუცილებლად მინდა ვახსენო ვიდეო კლიპი, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. სოციალურ ქსელში, ასევე ტელევიზიის საშუალებითაც რამდენჯერმე გავიდა. ეს არის სიმღერა სახელწოდებით ფრთა მოტეხილი მაფშალია. მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ტექსტი სიმღერისა ეკუთვნის მამა პეტრე კვარაცხელიას, კომპოზიტორი არის დათო არჩვაძე და ასრულებენ ბატონი მურმან ჯინორია და ნათია თოდუა. ნათია თოდუა და მეც რაღაცას ვაკეთე. თქვენი მონაწილეობა იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო, ძალიან დიდ ხიბლს მატებს ამ ვიდეო კლიპს ნამდვილად. მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს? აფხაზეთის თემაზე არის ეს სიმღერა და ვიდეო კლიპიც შესაბამისად არის აგებული. რას ნიშნავს თქვენთვის ეს კლიპი, ამ კლიპში მონაწილეობა და აფხაზეთი ზოგადად? ეს ხო უდიდესი ტკივილია. აი რაღაცნაირად ვერაფრით ვერ ვხსნი, რატომ როგორ მოახერხეს ჩვენმა უფროსმა მეგობრებმა
ძმებმა ჩვენი ასეთი გადაკიდება. აი მთავარი ეს არის ამ საქმეში, ამ პრობლემა. აი ეს როგორ მოახერხეს, ისე რომ ჩვენ, რომლებიც უახლოესი ვართ სისხლით, ხორცით, ტრადიციებით, ხელოვნებით, ბუნებით და ყველაფრით. თანაცხოვრების ასეთი ისტორიით. აი ესა რო ერთად სულ ყველაფერი ერთად იყო. მე ასე ვიცოდი ბავშვობიდან, ახლა მე ჩემი წინაპრების სცენაკიდან და ეს კავშირები ძალიან ახლოს იყო. აი როგორ მოახერხეს, მაგრამ იცით რა შეასახმე? ჩვენც უკვე ვერ გავშიფრეთ ბოლომდე ეს სიტუაცია და აფხაზებმაც ვერ გაშიფრეს. ეხლა რაღაც დრო რო გავიდა, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია რაღაც ის კონტაქტები მოინახოს, რომ ის ჩვენი ძმობა, სიყვარული და ერთად თანაცხოვრება გაგრძელდეს. აუცილებელია. ამისათვის სახალხო დიპლომატია და სწორედ აი პოეზია, მუსიკა, კულტურა იქნება თუ არა ხიდი. ხო და აი იცი რა, ხო ეხლა სულ ამ თემაზე სულ არის ომი, რაღაც სროლები, რაღაც დიახ და როდესაც ამ კლიპზე მიდგა საქმე და დათო არჩვაძეს ბრალია რომ მე მონაწილეობას ვიღებ ამ იმაში, მაგრამ ბატონო ბოდიში გაგაწყვეტინებთ ცირეხნით დასაფასებელია ეს ალბათ, იმიტომ რომ თქვენი ნახვა არ არის ასე მარტივი დღეს უკვე, ასე თქვენ გაქვთ თქვენი შეხედულებები, თქვენი პოზიცია ბუნებრივია და ასე მარტივად არ ჩნდებით თქვენ ეკრანზე და აი ის რომ ამ კლიპში ჩანხართ, ამანაც განაპირობა აი ეს ჩემი დამოკიდებულება არა იარაღით, არა ძველბიჭობით, არა რაღაცებით, მინდოდა ის ტკივილი, ის სევდა, ის მწუხარება, ის იმედი მომავლის რომ როგორმე ჩამედო, ხო იცით? აი იცით რა, ძალიან ძნელია. მე მსახიობობას ვუდგები როგორც სათქმელს, აი რა სათქმელით გამოდიხარ შესაძლოა, რა გინდა რომ თქვა ან ეკრანზე. და აი ეს სათქმელი გამოვიდა ამ კლიპში. კი, უდავოდ. ზუსტად გამოვიდა და თან იცით რა არის, რომ არ ჭირდება ამას ლაპარაკი, არამედ შენი შინაგანი სულიერი სამყაროს გამოხატვით, როგორ ახერხებს ეკრანი ამის დაჭერას. ბატონ მურმან, თქვენ ახსენეთ საუბრის დასაწყისში, რომ 12 წელი პარალელურად რუსთაველის თეატრისა, ერთი მსახიობის თეატრში. ალბათ ძნელი სათქმელია რამდენი სპექტაკლი ითამაშეთ ამ წლების განმავლობაში. მე მახსოვს სტუდენტობის დროს ვცდილობდით რომ არ გამოგვეტოვებინა არც ერთი სპექტაკლი და რა ხდებოდა, იმიტომ რომ არიტევს ელისაბედ, ხო, ეს სივრცე ბევრი მაყურებელს და რა ხდებოდა, რომ ახალგაზრდებით არის ხოლმე სავსე, მუდმივად, დღემდე ასე. ბილეთის მოპოვებაზე რა ხდებოდა, მაშინაც და ახლაც ალბათ. გარდა მაგისა, აი სალაროში შევსწრები ვარ ხოლმე, ნუ ამ შემთხვევაში მე მონოსპექტაკლზე არ ვსაუბრობ, სხვა სპექტაკლებზეც, თამაშობს ბატონი მურმანჯინორია, ძალიან ხშირად კითხულობს ხოლმე მაყურებელი. ძალიან სასიამოვნოა. თქვით მეტნაკლებად რას ნიშნავდა თქვენთვის როგორც არტისტისთვის და მსახიობისთვის აი ამ სივრცეში ყოფნა. რას ნიშნავდა მაყურებლისთვის ალბათ ეს მეორე საკითხია, თქვენი მიტანილი, თქვენ მიერ გადმოცემული და ნათქვამი პოეზია, ასე ვთქვათ, ამან კიდევ სხვანაირად მიიყვანა ჩემი აზრით მკითხველი წიგნამდე. აი რა სიტყვით? პოეზიის ასე გაცოცხლება, პოეზიისა რომლის გარეშეც მე პირადად ცხოვრება არ შემიძლია და თქვენს და კიდევ ბევრს. პირველ რიგში თქვენს. იცით რა შეასაქმე, როგორც ვფიქრობ უკვე რახან წლები მომემატა და ეტყობა უფრო დავალაგე აზრები. ორი რამ რაც თაობებს აკავშირებს აი თქვა ჩვენი წინაპრების, ჩვენი ბებიების, ბაბუების, ჩვენი შვილების, შვილიშვილების ამისი თუ გინდა რომ ეს გაერთიანდეს, ორი რამ არის. ეკლესია და ხელოვნება. აი, როდესაც ამაში ჩვენ შეხმატკილებულნი ვიქნებით, მაშინ არ იქნება ასეთი წინააღმდეგობა თაობებს შორის. იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძეა, აკაკია ბარათაშვილია, შენ გადადიხარ უკვე სხვა განზომილებაში და არა ისა რომ როგორც ხდება ეხლა რომ შენ რო ესა თქვი და იმან რო ისა თქვი, მაშინ შენ რო იმ პარტიაში იყავ, შენ რო აქ როგორი გაზედაპირულებულები ვართ არა? დიახ, და აი როდესაც ხელოვნებაში შედიხარ, ან ეკლესიაში შედიხარ, სხვა სივრცე იხსნება. სხვა სივრცე ახლა და ეს
შურის, სიბოროტის, ურთიერთ დაჩაგვრის, აი ეს მომენტები იხსნება. როდესაც ეს იხსნება, შენ უკვე ბუნებასთან ახლოს ახარ, შენ უკვე სიცოცხლესთან ახლოს. სულიერებასთან მიდიხარ აუცილებლად. ხო და აი ალბათ იმიტომ მოდის მაყურებელი თქვა ეხლა ბოლო ჩემი ისა მონოსპექტაკლზე ქარიმწყურია მე პირდაპირ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდები ძალიან თქვენ ხართ მომსწრე 90% ახალგაზრდები თან მე მოდიან კულისებში ჩვენ მესამეჯერ მოვედი ბატონო მორვან ჩვენ მეორეჯერ აი როგორ და ქსიამოვნებს არა რომ შენი ფუნქცია ამ შემთხვევაში ის კი არ არის რომ ტაში დაგიკრა ხოლოდ და პოპულარული იყო ეს თანდევს მსახიობის და თეატრს და ყველაფერს მაგრამ უფრო საინტერესოა რომ ის შენთან ერთად რაღაცაზე ფიქრობს და შენ თუ ამას ახერხებ რომ შენ ილიათი ან ვარათაშვილი ან აკაკით ან რომ ის თავის წარმოსახვაში წაიყვანო აი ეს ძალიან რთული ეს უკვე სხვა ტექნიკაა და აი სწორედ ამიტომ მიყვარს მე პოეზია რომ მე შენ რო სხვას დააჯერო ჯერ შენ უნდა გჯეროდეს იმისი რასაც აკეთებ ეს თუ გულწრფელად არ მოხდა მაყურებელი იმ წამსვე გძნობს ამას და ვერ გადადის სხვა მდგომარეობაში და თეატრი და ხელოვნება არის ადამიანის გადაყვანა სხვა მდგომარეობაში იმ მდგომარეობაში რომელიც ყოველდღიური არ არის არამედ რაღაც შენი წარმოსახვის თქვენ გამოგდით მუდმივად მართლა რა კარგია აი გიორგი თქვა ძალიან საინტერესო რამ რომ თქვენ სრულიად სხვანაირად წარმოაჩინეთ ეს პოეზია და გახდით გამტარი აი ამ დიდი ხელოვანებისა და მიგაქვთ ეს ყველაფერი ახალგაზრდებამდე მაგრამ აი რამიდა კიდევ ვკითხოთ თქვენ ძალიან ბევრი უცნობი ლექსი გამოიტანეთ სამზეოზე ისეთი ლექსები შეიძლება ითქვას რომელსაც პრინციპში არ მივაქცევდით ყურადღება შეიძლება ითქვას ხო ეხლა მე უცებ გამახსენდა შოთა ნიშნიანიძის ლექსი ჩქარი მატარებელი და ამასთან დაკავშირებით ბატონმა შოთამ თქვენ დაგირეკათ ხო ეს ამბავი რომ მოგვიყვეთ აი ისა მაშინ ასე ესტრადაზე გამოვდიოდი და ლექსებს ვამბობდი ასე არ მქონდა მონოსპექტაკლები ჯერმე 70-80-იანი წლების დასაწყისში და ერთ-ერთ გამოსვლაზე არ მახსოვს ფილარმონიაში თუ ოპერის სცენიდან ვთქვი ეს ლექსი და ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა რამოდენიმე ხნის შემდეგ დამირეკეს მაშინ მობილურები არ იყო სახლში ტელეფონზე და მურმანი ხარ დიახ მე შოთა ვარ ნიშნიანიძე. დიახ ბატონო შოთა, ახლა ბატონი შოთა ასე არ ვიცნობდი ესე პირადად. რა ისე? ხო და კაცო ახლა ნახე ადრე ჩაწერილი ტელევიზიით შენ წაიკითხე ჩემი ლექსი ჩქარი მატარებელი. მე ავდექი და გადმოვიღე ჩემი რჩეული და თავიდან წავიკითხე ეს ლექსი. კაი ლექსი დამიწერია. ბატონო შოთა, გაიხარეთ, მე ვთხარი, ამაზე დიდი შეფასება, ამაზე დიდი მოფერება არ არსებობს. როდესაც ავტორი გეუბნება, ესე იგი მე რაღაცა ოდნავ როცა პოეტი წერს, მას უამრავი ვარიანტები აქვს, ხო, ის ამ პროფესიაში ასე. და შენ ვალდებული ხარ სახიობი თუ ამას კითხულობ და არ კითხულობ იმისთვის რომ დაიგლიჯო ნერვები და ასე თქვა, ასე არამედ აი ეს ამბავი ერთი ვარიანტი მაინც ამოხსნა, მაშინ შენ უფლება გაქვს რომ გამოხვიდე მაყურებლის წინაშე. ეს ბევრი აქვს შიგნით ჩადებული, მაგრამ ერთ-ერთი მაინც შენ უნდა ამოხსნა. რას ამბობ ამით? ამით აუცილებლად. შენი წარმოსახვით, შენი ოცნებით, შენი ტექნიკით უნდა ამოიხსნას. ლექსის წაკითხვა არ ნიშნავს რომ შენ პოპულარული გახდე. ლექსის მცდელობა ვნახეთ ჩვენ ასე. კი, არის მიბაძვის მცდელობა, ანუ რა ვიცი კითხოთ ბატონო, აი კრიტიკულად კი არ თქვათ ეს ჩვენ. აი იგივე თქვენს მიმართ სიმპათია ბევრისთვის გახდა საბაბი იმისა, რომ აი როგორც მურმანჯინორია კითხულობს, რადგან ეს ხალხს მოწონს, მოდი მეც ასე ვცდი. აი ხომ იკარგება ის მთავარი შენი ინტიმური განცდა და დამოკიდებულება პოეტთან, ლექსთან, როცა შენ სათქმელს შენებურად კი არ ამბობ, არამედ ბაძავ ვიღაცას. ძალიან კარგ შეკითხვებს ვნესო, დიდი მადლობა. მადლობა თუ ასეა. და რა არის იცით შემოყარგებო? თუ ინდივიდი არ ახარ აზრი არ აქვს შენს გამოჩენას, არც ეკრანზე, არც პოეზიაში.
არც პროზაში თუце გურამჩეულიშვილმა რაღაცა სხვა მოიტანა ხო მართალია რა გურამჩეულიშვილმა ილიას სხვა განსხვავდებიან ისინი დოჩანაშვილი სხვა ხო განსხვავდებიან და შენ ვალდებული ხარ რომ შენ იყო განსხვავებული თუ შენ პრეტენზია გაქვს იმისი რომ შენ ხარ ხელოვანი ხო ხო მართალია აბსოლუტურად ხო და აი სწორედ აი ეს მომენტი არის გადამწყვეტი ჩემს პროფესიაში რომ მე არა ისე როგორც თქვათ მიღებული იყო თეატრში როგორ თამაშობდნენ მსახიობები ისე რომ თამაშობთ ჩვენც მაგრამ აი ეს რაღაცა ნიუანსი შენებური აუცილებლად უნდა მოინახოს და ეს ყველაზე ძალმად გამოჩნდა პოეზიაში როდესაც იქ არავინ არ გეხმარება შენ გამოდიხარ შენ და გალაქსიელი შენ და ტერენტი გრანელი აბა როგორ ამოხსნე ამ სიტუაციას მაგრამ ამოხსნა არ ნიშნავს ინტელექტს მარტო ამოხსნა ნიშნავს ემოციურ გადაწყვეტას რაიმე მოვლენის თუ ემოცია ხელოვნებაში არ არის ის ხელოვნება არასდროს არ იქნება რაღაც დისტანცია ხო უნდა გაიაროს არა შენმა ხელოვნებამ მერე კი ავიწყდება თქვათ ახლა თითქმის აღარ ახსოვს თქვათ სერგო ზაქარიაძე უშანგი ჩხეიძე ვერიკო ნუ აგერ ბატონი რამაზი ახლა წასული ბატონი გურამი იყო ჩემი პედაგოგი ხატრულ კითხვაში მე არც ერთ ლექს არ ვკითხულობ რასაც ბატონ გურამს ჰქონდა თავის პროგრამა ეს შეიძლება ბევრმა არ იცის და არც აქცევენ ამას ხო თქვენ ამას შეგნებულად აკეთებთ მე შეგნებულად ვაკეთებ იმიტომ რომ ის ბატონმა გურამმა ამოხსნა ის სილაჟვარდი ანუ ვარდის სილაში მიყვარხარზე ხო აი და შენ ამდენი დაწერილია გალაქტიონს და ამდენი აქ ტერენტის იმას შოთას მუხრანს მუხრანს კითხულობ და სულ სხვა რომ იარონ ამენ მე სულ სხვა ლექს კითხულობ და არანაირად ხო სულ სხვა მე როცა ბატონ მუხრანს შევხვდი შენო ჩემ ლექსებს ლირიული მხარე მიეციო იმიტომ ის იმ წუთში მიხვდა რომ მე აი ესეთ ლექსებს ხალხიდან დოქში აი ამას ვერ ვკითხულობ ანდა უკვე იმდენად კარგად აქვს წაკითხული ბატონ მუხრანს და ბატონ გურამს რომ აღარ არის იქ შესვლა საჭირო. პატრიარქმა გითხრათ რომ ფილოსოფიურად კითხულობთ ლექსებს. ასეთი შეფასება მისცა თქვენს შემოქმედებას. რაც კი მე მიმიღია ჩემს პროფესიაში ეს იყო პატრიარქს როცა ხვდები ხოლმე ხანდისხან უკითხავ და უყვარს თქვენი მოსმენა. კი ძალიან. და მეც მიყვარს ეს რა ვიცი შეხვედრა. და აქვე იმასაც ვიტყვი მაყურებელმა შეიძლება არ იცის რომ ბატონმა მურმანმა ტაძარი ააგო იმ სოფელში საიდანაც არის. ხო არ მეშლება ბატონო მურმან? კი, სწორია, ის რომელი სოფელი არის? ეს არის ძველი სენაკთან ახლოს სორტა არის ესეთ სოფელი სენაკის რაიონში და იქ ასე ღმერთის შეწევნით ხეშოვლის მიძინების ტაძარი აშენდა. არ მიკვირს ელისაბედ რომ ბევრმა არ იცის, მაგრამ უნდა ვისარგებლოთ თქვენი სტუმრობით და აუცილებლად მინდა კითხოთ, არ უხვევთ ჩვენ საუბრის თემას, თუმცა თქვენისთან ადამიანების პოზიცია, რომელსაც ეთაყვანება მართლაც ბევრი ადამიანი, არის ხოლმე მნიშვნელოვანი და ბევრისთვის შეიძლება სწორი ორიენტირის მიმცემი. აი ბრძანეთ რომ ორ რამეში დავწმუნდიო ამ ასაკში, ხო? ეკლესია და ხელოვნება. აი დღეს ესეთი მომძლავრებული ტენდენცია ჭყალებში ვიტყოდი რომ რაღაც კაი ტიპობად რატო ითვლება ის რომ აკრიტიკო, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იუმორს დაუტოვო ადგილი იქ სადაც იუმორის ადგილი არ არის და ასე შემდეგ. აი თქვენი დამოკიდებულება როგორია ამასთან დაკავშირებით? რატო? როდესაც რამე წარმოდგენაზე წავლენ რაღაც ხო, ეხლა გადამწყვეტი არის შოუ. ხო? ცხოვანდელ ცხოვრება. კი. სიტყვები როგორი არის შემდეგ კიდე გამოსულ როგორ ვიხალისე როგორ გავერთე აი ეს არის ახლა ვიკაიფე უკაცრავად ხო ეს ანუ სიღრმე გვაკლია და მე კიდე პრეტენზია მაქვს მინდა როგორ იფიქრე რომ იქამდე მივიდეთ რომ მე თუ ვახერხებ იმას რომ შენ იფიქრო იმიტომ როცა ფიქრობ მაშინ შენ ინდივიდში გადიხარ შენს წარმოსახვაში გადიხარ როცა გავერთე ყველანი ერთად გავერთე ხო და ის ძირითადი იკარგება ის ისთვისაც ღმერთმა გამოგაგზავნა შენ ხო ინდივიდი ხარ ერთი ხარ და დროებით ხარ და რახან აქ გამოგიშვა დროებით რაღაცა უნდა ამოხსნა არა ისე ხო არ წახვალიქით რაღაცა უნდა ამოიხსნას რაღაცასთან უნდა მიხვიდე შენი დამოკიდებულება შენი გაზაფხული საღამო ამ შვიდი ხიდან ხეზე
გადაფრინდა. ჩიტი. ხო, ამოხსნა თვითონ არა რაღაც. შე ვალდებული ხარ ისე კი არა წაიკითხო რომ აი ეს მე ეს ლექსი ვიცი. და მე სუფრასთან წაიკითხო და თავი მოიწონა და ხო არის სუფრასთან. ბატონო, დაუსრულებლად გავაგრძელებთ თქვენთან საუბარს. ძალიან მალე გადის დრო, ძალიან სწრაფად გადის და სამწუხაროდ აი ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა გთხოვოთ. იქნებ წაგვიკითხოთ. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა კომპოზიციების შექმნა პოეტების მიერ სხვადასხვა ლექსებისგან. ორი გავაკეთე გალაქტიონ ტაბიძის, ერთი გავაკეთე პეტრე ბაგრატიონის ჩვენი ძვირფასი პოეტის ლექსებზე და ბოლოს გავაკეთე ილიას. დიახ. და თუ შეიძლება მაშინ ამას წაგვი. კი, როგორ არ შეიძლება. ჩვენც და მაყურებელიც. კარგი რამ ხარ? ჩემო ქვეყანა. ლამაზად მორთულ და მოკაზმული, მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ. იმდენად უფრო მიკუდება გული. დაბნელდა სული, გარშემოწბნელა. სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულში არც სიყვარულში ჩემო ბედო ჩემ სიცოცხლეში სულ შენს ნებაზე მითამაშნია მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში ტკბილ ოცნებებზე დგინა ვარდნია ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმერი ყველა ჩემზე დამბობენ ის სიავეს ქართლისას ამბობს ჩვენს ცუდს არ მალავს ეგ ხომ ცხადი სიძულვილია ბრიყვნი ამბობენ კარგი გული კი მაშინ ვესცნობს ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია დაეთუნთმა უკვე არ მაშინიან მაგრამ კი ისე რომ ჩემი კვალი ნახონ მათ ვინცა ჩემს უკანვლიან მაგრამ მამო ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არის მხოლოდ სავალალო და სამწუხარო რომ შენს მიწაზე ამდენ ხალხში კაცი არ არის რომ ფიქრი ვანდო გრძნობა ჩემი განუზიარო სამშობლო მთელო თქვენი შვილი განებებთ თავსა მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად ვით ჩემი გული თქვენთან ჰემთებო ბუნებითა შეუღლებული შვიდობით ჩემნო თვალში ცრემლით განებებთ თავსა უცხოეთიდან კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალს კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდან თქვენ ჩემი სული და დამიწყებსა სიყვარულით ფეთქვასა გული წუთის სოფელი ასეა ღამე დღეს უთენებია რაც მტრობას დაუქცევია სიყვარულს უშენებია ბრავო ბრავო ბატონო მურმა ჩვენ ახლა მთელი დღის აფიქრალი ხო აი ძალიან მინდოდა ილიას ეს მშვენიერია კომპოზიცია რა ძალიან დიდი მადლობა თქვენ მადლობა ძალიან მომზადებულები შემხვდით და ძალიან სიამოვნეს მეც ყოველთვის მომზადებული მინდა ვიყო მაყურებლის წინაშე ეს არის ჩემი ნერვიულობის და მე მგონი სანერვიულო ამ ხრივ ნამდვილად არ გაკეთე. ასოფიზგებლობა არის ნერვიულობა, თორე ნერვიულობა გასაგებია. შევახსენოთ მაყურებელს არ ჭირდება შეხსენება, მაგრამ ტრადიციაა და მაინც ვიტყვი რომ მსახიობი მურმანჯინორია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, დღევანდელ გადაცემას კი გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე უძღვებოდი. დიდი მადლობა რომ გიყურეთ ნახვამდის. მიხარია რომ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს, ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად.